ის რაც განსხვავებულია ნორმისგან არ უდრის პათოლოგიურს. არანორმალური შეიძლება იყოს უბრალოდ იშვიათი ან სტატისტიკურად განსხვავებული რაღაც მოვლენა, მაშინ როდესაც პათოლოგია იწყება იქ ჩემთვის და პიროვნებასთან მიმართებაში, როდესაც ირღვევა ფუნქციონირება და ზარალდება როგორც პიროვნება, ასევე საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ნორმა არ ნიშნავს იმას, რაც მისაღებია, არც იმას, რაც გავრცელებულია, ეს ცნება ფსიქოლოგიაში ნიშნავს ბალანს ფუნქციონირებასა და კეთილდღეობას შორის. და სწორედ კეთილდღეობა არის ის, რაც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ფსიქიატრთა მსოფლიო ორგანიზაციის საერთო განმარტება, რომ ადამიანი ჯანმრთელია მაშინ, რომელიც ის მკაფიოდ გრძნობს თავის კეთილდღეობას, შეუძლია სწორი ადაპტაცია, შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება, იგი განიცდის ემოციური პასუხისმგებლობას იღებს, გურამივით გაჭედილი კი არაა სადღაც, პასუხისმგებლობას იღებს, აქტიურია, ფუნქციონირებს და ადაპტაციას განიცდის.